Welcome to English Plus Stories. Lesson 1. Let's begin. მოგესალმებით ინგლისურის Plus Stories-ზე. პირველი გაკვეთილი დავიწყოთ. The verb to be. ზმნა to be. is are. The verb to be is one of the most important verbs in English. ზმნა to be არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზმნებიდან ინგლისურში. It is used every day in speaking, reading and writing. ის გამოიყენება ყოველ დღე საუბარში, კითხვაში და წერაში. If you know how to use am, is and are, თუ შენ იცი, როგორ გამოიყენო am, is და are, you can make hundreds of correct English sentences. შენ შეგიძლია შექმნა ასობით სწორი ინგლისური წინადადებები. We use the verb to be. ანუ ზმნა to be არის აწმყო განუსაზღვრელში, აწმყო დროში am, is are. ჩვენ ვიყენებთ ზმნას to be, am, is are to talk about. რომ ვისაუბროთ people, age, nationality, jobs, აქ შეგვიძლია occupationსაც იყოს, feelings, location, descriptions. აი ამ დროს ვიყენებთ ჩვენ to be ზმნას. აი ამ რაღაცებთან და ვიღაცებთან. მაგრამ ეხლა სათითაოდ ჩავშალოთ ყველაფერი. მაგრამ მანამდე სანამ გადავალთ, მანამდე გავიაროთ პირის ნაცვალსახელები. The verb to be has 3 forms in the present. აწმყო ზმნა to be-ს აქვს 3 ფორმა აწმყოში. am, is are. ეხლა გადავიდეთ პირის ნაცვალსახელებებზე. Subject pronouns. Before learning the verb, სანამ ვისწავლით ამ ზმნას, we need to know the subject pronouns. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჭირდება ცოდნა პირის ნაცვალსახელების. I are მე, you are შენ, you არის შენც და თქვენაც მრავლობით შეკვემოთ გვაქვს აქ. He არის ის, she არის ის, it არის ის, მაგრამ he მამრობითი, she მდედრობითი, it ცხოველები და უსულო საგნები და საშუალო სამყაროები. We არის ჩვენ, you არის თქვენ და შენც და they არის ისინი. ეხლა forms of the verb to be. ფორმები verb to be-ს. I am, მე ვარ, you are, შენ ხარ, he is, ის არის, she is, ის არის, it is, ის არის. He is კაცზე, she is ქალზე, it is ცხოველებზე და უსულო საგნებზე. We are, ჩვენ ვართ, you are, თქვენ ხართ და they are, ისინი არიან. კარგი, ეხლა remember და იმახსოვრე. I always takes am. I-სთან ყოველთვის მიდის am. She, he and it always take is. She, he და it ყოველთვის იღებს is, ანუ მასთან მიდის, ანუ მათთან მიდის is ყოველთვის და you, we-სთან და they-სთან ყოველთვის მიდის are. ანუ am-იც ესეო სამივე ნიშნავს ყოფნას, ხო? ეხლა მტკიცებითი წინადადება, თხრობითი წინადადება, positive sentences. Positive sentences give information. მტკიცებითი წინადადება გვაძლევს ინფორმაციას. Structure, კონსტრუქცია, როგორ იწარმოება, ანუ წარმოება, conjugation-აც ქვია ინგლისურად. Subject არის ქვემდებარე შემოსმენელი am-ის არის, ანუ ზმნა, plus information, დამატებით ინფორმაცია. შემდეგ როცა ჩავალთ, ეხლა გადავალთ უფრო შემდეგ გაკვეთილებზე, შემდეგ განვცადრავთ დამოყვება, დამატება, პირდაპირირიბი და ასე შემდეგ. ეს არის to be პირველი გაკვეთილი და იქნება ძალიან მარტივი. შევეცადოთ რომ იყოს მარტივი. ანუ subject არის ქვემდებარე. Subject ესე იგი არის I, you, she, he, it. ანუ მოქმედი საგანი, ანუ ვინმე ან რაღაცა, რომელიც ასრულებს მოქმედებას. და ზმნა, კი ვიცით, შემოსმენელი და ინფორმაცია დამატებით. Examples, მაგალითები. I am a student. I არის subject, am ანუ ზმნა verb-ი, a არის article, student არის დამატება, ხომ? ანუ information-ში გავიდა, აი აქ გავიდა ეს დანარჩენი. I am a student, you are my friend, შენ ხარ ჩემი მეგობარი. He is the doctor, ის არის ექიმი, she is happy.
ნახეთ არცები ზეცართავის სახელთან არტიკლი არ იხმარება, როდესაც მარტო დგას წინადადებაში. It is cold და არა it is cold. კარგით, ყურადღება გამომახვილოთ ახლა ჩვენ to be-ს ზმნაზე. It is cold. We are ready. ჩვენ ვართ მზად. They are busy. ისინი არიან დაკავებულები. ეხლა სათითაო და ის ზემოთ ხომ მქონდა ჩვენ, რომ ანუ როდის იხმარება ზმნა to be. ემიზარი როდის იხმარება და გვაქვს აქ 7 ახსნა. ეხლა სათითაოდ არის ეს. When do we use to be? როდის ვიხმარობთ to be-ს? პირველი 1 age ასაკთან. Use the verb to be when talking about age. გამოიყენეს ზმნა to be, როდესაც საუბრობ ასაკზე. Examples მაგალითად I'm 14 years old. მე ვარ 14 წლის. She is 10 years old. They are 16 years old. ისინი არიან 16. We are 18 years old. ჩვენ ვართ 18. ეხლა მეორე nationality. ხო, ეროვნება. Use the verb to be when talking about nationality. გამოიყენეთ ზმნა to be, როცა საუბრობ ეროვნებაზე. Examples, I'm Georgian, he is German, she is French, they are Spanish, we are English. English ინგლისელსაც ნიშნავს და ინგლისურსაც, ხო? Jobs, და იგივე ყველა ესენიც Georgian, ქართულიც და ქართველიც. Jobs are occupations, ანუ სამსახური არის ეს jobs, მაგრამ ანუ პროფესიაც რა. Use the verb to be when talking about jobs and professions. გამოიყენე ზმნა to be, როდესაც საუბრობ სამსახურებზე და პროფესიებზე. Examples, he is a doctor. ის არის დოქტორი, ექიმი. She is a teacher. They are engineers. ისინი არიან teacher-ები, მასწავლებელი, engineers, ინჟინერები. My father is a driver. მძღოლი. My mother is a nurse. ეგთანი კარგი, ეხლა მოვუთხე feelings, გრძნობები. როცა ვსაუბრობთ ანუ გრძნობებზე, when use the verb to be when talking about emotions and feelings. ემოციებზე და გრძნობებზე როცა ვსაუბრობთ, ხმარობთ ემიზარს. აწმყოდროში უნდა გავითვალისწინოთ თუმცა ეს, იმიტომ რომ წარსულში არის was და were და მომავალში will be. Examples, I am happy. She is sad. He is angry. They are excited. We are tired. You are hungry. ეხლა location. ადგილმდებარეობა. Use the verb to be when talking about where people and things are. გამოიყენეს ზმნა to be, როდესაც საუბრობ იმის შესახებ, თუ სად არის ვიღაცები და რაღაცები. Examples, მაგალითები. I am at home. მე ვარ სახლში. ანუ I subject ემის არის to be verb და at home at არის she აქ ისე ეთზეც არის. მე ვარ სახლში. She is at school. ის არის სკოლაში. They are in the park. Parkში არიან. We are in London. ჩვენ ლონდონში ვართ. The book is on the table. ეს წიგნი მაგიდაზეა. The children are in the classroom. ბავშვები საკლასო ოთახში არიან. Descriptions. აღწერები. Use the verb to be with adjectives. გამოიყენე ზმნა to be ზედ სართავსახელებთან adjectives. არის ზედსართავი სახელები. ზედსართავ სახელთა ესმის კითხვა როგორი? Examples, the house is big. სახლი არ მხოლობიჩი, ხო, ნახეთ? ანუ სახლის ნაცვლად პირის ნაცვალსახელები რო გამოვიყენოთ, სახლის ნაცვლად არის it. ესე იგი, ხო? ესე იგი it is big. The house is big, the same thing. The dog is friendly. ეს სახლი მეგობრულია. The weather is beautiful. ამინდი მხოლობიჩი არის და easy არის, მაგიტომ ლამაზია. მშვენიერი ამინდია. The flowers are colorful. ეს ყვავილები ფერადია. ანუ მრავალფერიანი ფერადი მოკლედ. The car is fast. ეს მანქანა სწრაფია. ეხლა contractions არის შემოკლებები. გვაქვს ინგლისურში შეგვიძლია შევამოკლოთ მოკლედ. To be ზმნა წინადადებების შემოკლება შეკვეცა ხდება მოკლედ. Short forms, contractions არის ანუ short form მოკლე ფორმები. English speakers often use contractions. ინგლისურად მოსაუბრებლები შენატყენებენ შემოკლებებს, მხოლოდ არაფორმალურ საუბარში. როდესაც და წერაში, არაფორმალურ წერაში. I am არის I'm, you are არის your, he is არის his, she is არის she's, it is its, we are we're, they are their. Examples, I am happy, you're my friend.
He's a doctor. She's tired. It's cold today. We're ready. They're students. ანუ ამ გაკვეთილს რომ გავაკეთებთ მე თქვენ თვითონ ხომ? სათითაოდ ბოლომდე ჩაყევით ამას, თავიდან ბოლომდე და რაც მე გავაკეთე, ახლა გააკეთეთ ზუსტად იგივე. და შემდეგი გაკვეთილები როცა დაიდება, შემდეგი კიდე თვითონ მეთოდს რა მეთოდი არის ამ სწავლების. ხომ? თან გზა და გზა აგიხსნით. და თუ ამას მიყვებით ამ მეთოდს, ამომწურავი გაკვეთილები იქნება. არ დაგჭირდებათ გრამატიკა, ეხლა უნდა ვიმეცადინო, ეხლა vocabulary უნდა ვიმეცადინო, სიტყვაზე vocabulary. ხომ, ლექსიკა ვიმეცადინო, მოსმენა ეხლა არა. ყველაფერი იქნება თანმიმდევრულად გაკეთებული. აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს ეს სწავლების პროგრამა და არის უფასო. Negative sentences. უარყოფითი წინადადებები, როგორ ვაწარმოოთ? ახლა უარყოფითი წინადადება, ის იყო მტკიცებითი წინადადება, ხო ქვემდებარე შემოსმენელი და შემდეგ დამატება და ასე შემდეგ, რომელიც მოყვება. To make a sentence negative. რომ გადაიყვანო წინადადება უარყოფითში, ანუ რომ შექმნა უარყოფითი წინადადება add not after the verb. დაამატე ნოთი ზმნის შემდეგ. ესე იგი ემიზარს ვამატებთ ნოთს. Structure კონსტრუქცია subject ქვემდებარე ემიზარი და plus not ნახე დაემატა უბრალოდ ნათი ანუ ემიზარს ემატება ნოთი მაგალითები I am not tired ხო კიცებიჩი იყო I am tired მე ვარ დაღლილი I am not tired მე არ ვარ დაღლილი he is not busy ის არ არის დატვირთ ან დაკავებული she is not hungry ის არ არის არშია it is not cold არცივა we are not late. ჩვენ არ გვაგვიანდება. They are not ready. ისინი არ არიან მზად. You are not wrong. შენ მართალი არ ხარ. მოკლედ მართალი გამოდიხარ, ხო? You are not wrong. არასწორი არ ხარ. ანუ მართალი ხარ. ესე იგი to be ზმნას ემატება ნოთი ნახეთ, კონსტრუქცია subject ქვემდებარე, ანუ პირის ნაცვალსახელები იქნება, ან თვითონ ქვემდებარე იქნება, სიტყვა იქნება მაგალითად George is not busy. სიტყვაზე, ხო? subject და მერე არის ანუ ემიზარი ქვემდებარე ანუ to be და ნოთი დაემატა მას negative contraction შემოკლებები ნახეთ როგორ მოკლდება ანუ პირველი პირი არ მოკლდება მხოლოდ ემი და ნოთი არ მოკლდება ემი ყოველთვის მიდის აისთან რჩება და ნოთი ცალკე გადადის ეს არ იკვეცება მხოლოდ ის ორი იკვეცება is not ანუ isn't are not aren't Examples. He isn't tired. She isn't busy. It isn't cold. We aren't late. They aren't ready. You aren't wrong. For I. ნახე აისთვის I am not. ნახეთ როგორ მოკლდება I'm not და არა I am not. ხო? ანუ ის შემოკლდა, ანუ ზმნას დაემატა, ანუ ნათი და ვერბი ემის is არის შეიკვეცა და აქ ემი დარჩა სახელობით ქვემდებარესთან მოკლედ. ან პირის ნაცვალსახელთან. Examples. I'm not hungry. I'm not tired. ხომ მხოლოდ ესე არის, ანუ სხვანაირად არ იკვეცება. Questions. კითხვით წინადადებები. To make a question, კითხვით წინადადება რომ გააკეთო, move the verb before the subject. გადაიტანე ზმნა ქვემდებარის წინ. ნახეთ, კიცებითი statement არის კიცებითი წინადადება კიდე. თხრობითი. განცხადებაც არის. You are happy. ხო, ეს არის კიცებითი წინადადება. უარყოფითი წინადადებაში იქნება you are not happy. მაგრამ იმაში კითხვის წინადადებაში are you happy ანუ არის გადადის წინ ნახე კითხვა are you happy unhappy the same thing როგორც გინდა pronunciations-ი გამოთქვათ გინდა ახალ ზელანდიურად ისაუბრე გინდა ავსტრალიურად გინდა ირლანდიურად გინდა ინდურად გინდა კანადურად გინდა ჩრდილოეთ ამერიკულად pronunciations-ზე მოკლედ ვისაც როგორც გინდა ისე გამოთქვით happy გინდა თუ happy გინდათ Are you happy? ანუ არის გადმოდის წინ ესე იგი.
ხო ანუ ემის არის ზმნა to be ზმნა გადმოდის წინ შემდეგ გვემდებარე შემდეგ შემოსმენელი statement he is a teacher ის არის მასწავლებელი კითხვა is he a teacher ნახეთ is გადავიდა წინ ხო გვემდებარის წინ is he a teacher ეხლა მაგალითები am I late დავაგვიანე are you ready მზად ხარ არი გადავიდა წინ ხო მტკიცებითი როგორ იქნებოდა you are ready is he at home არის ის სახლში თქვა სიტუაცია არის he is at home ხო ის არის სახლში უარყოფითი he is not at home ესე იქნებოდა ხო ანუ is she happy კითხვით წინადადება is it cold are we friends are they students ანუ am is არის გადმოვიდა წინ მოკლედ ეხლა მოკლე პასუხები ანუ შეგიძლია უყურეთ როგორი რაღაცა are you a student სტუდენტი ხარ answer პასუხი yes I am დიახ სტუდენტი ვარ ანუ აქ მე სტუდენტი არ ვახსენე ხო student მაგრამ ეს იგულისხმება ინგლისურში მოკლედ და არა ასაჭირო ესე გასცეთ პასუხი yes I am a student you can say შეგიძლია თქვა yes I am an არ ვარ ხო no I am not no I am not I აქ უარყოფითი წინადადებაში am not არ მოკლდება აუცილებლად ერთმანეთსგან დაშორებული უნდა იყოს question კითხვა is she a teacher არის ის მასწავლებელი answer პასუხი yes she is no she isn't ნახეთ აქ შემოკლებაც შეგვიძლია გავაკეთოთ ნახე she isn't she is not არა she isn't ანუ ესე უნდა გავაკეთოთ მაგრამ აქ სხვანაირად იყო ხო იმ მინუტში question are they friends არიან მეგობრები answer yes they are დიახ ისინი არიან მეგობრები იგულისხმება no they aren't არა ისინი არ არიან common mistakes ანუ გავრცელებული შეცდომები mistake incorrect I is happy ანუ უნდა იყოს I am happy he are tired არა he is tired they is busy არა they are busy she am a teacher არა she is a teacher we is ready არა we are ready უნდა იყოს you is late არა სწორია და you are late არის სწორი ანუ ძალიან მარტივი რამე არის თუმ ბიზმნა აწმყოში არის am is are და ნიშნავს ყოფნას ქართულში აწმყო დროში არის am is არის ხო I-სთან არის am you-სთან არის არის she-სთან his-სთან და it-თან არის is we-სთან და they-სთან არის არის მტკიცები წინადადებაში უარყოფი წინადადებაში am is are-ს ემატება not-ი კითხვი წინადადებაში am is are გადმოდის წინ that's it ეს არის სულ ეხლა სავარჯიშოები ამ სავარჯიშოებს გავაკეთებ მე და თქვენ როცა იმეცადინებთ შეგიძლიათ გაკეთოთ თქვენ მე აქ არ ჩავწერ უბრალოდ ზეპირად ვიტყვი რომ მე თქვენ ჩაწეროთ ერთი ორი წამი გავჩერდები ეხლა choose am is or are აირჩიე am is ან არის ანუ რა უნდა წავიდეს აქ I am happy she is a doctor they are friends თუ გინდა დაასტოპეთ ხოლმე რომ დრო გქონდეთ მაგალითად we are friends ჩვენ ვართ მეგობრები he is strong it ანუ უსულოსაგანზე და ცხოველებზე იხმარება ითი მხოლობით შეოვონთ it is cold ცივა you are busy შენ ხარ დაკავებული I am ready მზად ვარ she is at home ის არის სახლში we are hungry ჩვენ გვშია he ანუ კაცზე is tall ის არის მაღალი it is new ახალია ის they are
in the classroom. You are late, შენ დააგვიანე. I am 14 years old. She is clever, ჭკვიანია. We are tired, დავილალეთ. He is a teacher. They are from Italy. Italy. როგორც გინდა თქვი, Italy. It is hot today. ცხელა დღეს. We are at school. მალტაში ძალიან მაგრა ცხელა. You are my friend. შენ ხარ ჩემი მეგობარი. She is beautiful. And beautiful. She is მინდის ანუ ის ლამაზია, შვენიერი. He is an engineer. They are excited. აღფრთოვანებულები არიან ისინი. ეხლა exercise to rewrite the sentences in the negative forms. დაწერეთ წინადადებები უარყოფით ფორმაში. Example, მაგალითად, he is happy. He is not happy. უარყოფით შარი, he is not happy. ის არ არის ბედნიერი. I am tired. როგორ იქნება ეხლა უარყოფით წინადადებაში? I am not tired. She is busy. უარყოფითში, she is not busy. They are students. They are not students. We are hungry. We are not hungry. He is strong. Ძლიერი. He is not strong. ის არ არის ძლიერი. It is cold. It is not cold. არა. You are late. დააგვიანე. You are not late. Don't worry. She is ready. She is not ready. ხო? ჯერ დაწერეთ, ანუ შემოკლebebები არ დაწეროთ. დიდად დაწერეთ, ანუ სრული ფორმა დაწერეთ, შემდეგ შემოკლebebებსაც დაწერეთ. ანუ ეს რეურში თუ გააკეთებ და გადაიტანთ ამებს ძალიან კარგი იქნება. მიყევით ამ გაკვეთილებს და გარანტიას გაძლევთ ინგლისურ სისწავლით. სულ მცირე ინგლისური სწავლების მეთოდს მიხვდებით, როგორ უნდა ისწავლოთ ენა. ინგლისური specifically კონკრეტულად. They are friends. ისინი არიან მეგობრები. They are not friends. We are teachers. We are not teachers. I am happy. I am not happy. He is at home. He is not at home. It is new. It is not new. They are in London. They are not in London. We არ არის საჭირო იყო ლონდონში რომ ისწავლო ინგლისური, როდესაც უსმენ მოსმენებს როცა აკეთებ ყურის სწავლობს ლაპარაკს, თვალის სწავლობს გრამატიკას და ლექსიკას. ეს არის აქსიომა 1000%. ესე მიყვები, როგორც აი სავარჯიშო დარბაზში მიდიხარ და იცი, რომ შენ მაგალითად ერთი წელიწადი უწყვეტად ივარჯიშებ და იცი, რომ კუნთის მასა გაგეზრდება, აი ისე დარწმუნებული ხარ, რომ როცა კითხულობ და უსმენ ინგლისს სწავლობ იმენას. აი ეგეთი რაღაცა არის. We are busy. We are not busy. და ამ გაკვეთილებში თან გვექნება კიდევაც ანუ ლექსიკაც გვექნება, მოსმენაც გვექნება და კითხვაც გვექნება. She is a doctor. ის არის ექიმი. She is not a doctor. He is hungry. He is not hungry. They are ready. They are not ready. You are right. Shankar Martali, you are not right. We are excited. We are not excited. და ერთი და იგივე რაღაცას რაღაც მეტად გააკეთებ, უფრო კარგად
ისწავლი იმ რაღაცას. მესამე სავარჯიშო. გვაქვს აქ რა? Make questions. კითხვით წინადადებების, ანუ კითხვით წინადადებაში რა ხდებოდა? ანუ გვემის არის, to be ზმნა, ანუ გადმოდიოდა წინ, ხო? She is happy. Is she happy? ანუ is გადავიდა წინ. ანუ ეს სავარჯიშო, გააკეთეთ თქვენ თვითონ ეს ნელა ჩამოვწევ და გააკეთეთ. ანუ he is a doctor, ხო? კითხვით წინადადებაში როგორ იქნებოდა? Is he a doctor? უარყოფითში he is not a doctor. They are students. Are they students? They are not students. და დანარჩენი გააკეთეთ თქვენ თვითონ. მეოთხე წინადადებაში correct the mistakes. შეასწორეთ. შეცდომები ჩაყვები თქვენს გააკეთებთ მეხუთეში. აქ რა გვაქვს? ანუ აქ ნახეთ complete the dialogue. Dialogues, ანუ დიალოგი უნდა დაასრულოთ. ანუ როგორ იქნება? Are you a student? Yes, I am. ხო? Is she happy? No, she isn't. და დანარჩენი თქვენთან გააკეთეთ. მეექვსე. სავარჯიშო fill in the blanks. With am, is or are. და ანუ შეავსე გამოტოვებული ადგილები am, is-დან არის. ხო, ტომი ვინ არის? მესამე პირი, მხოლობითი. ესე იგი he, ხო? ესე იგი Tom is a young boy. He is 10 years old. His parents ვინ არიან? Who win? They ისინი მრავლობითია, მესამე პირში მრავლობითი გვაქვს არის, ესე იგი his parents are teachers. Every morning Tom and his sister, ნახე, ტომი და მისი სისტერი არიან ორნი უკვე, ესე იგი მრავლობითია. Are happy to go to school. ხომ? Their school-ი რა არის? რო გადაიყვანო პირის ნაცვალსახელებში, ესე იგი გამოდის ითი. ხო, their school, ითი, მესამე პირის მხოლობითი, ხო? და ესე იგი their school is near their house. Today, Tom is excited, ხო? Because there is a science fair. ეს არის სამეცნიერო გამოფენა, fair არის გამოფენა, ისე ბევრი რაღაცა მნიშვნელობა გამოკლეთ. ეთი ანუ მასაც გააკეთებთ, ეხლა აქ homework 20 წინადადება დაწერე და აქ write 20 sentences about yourself using the verb to be. დაწერე 20 წინადადება საკუთარ თავზე, გამოიყენე ზმნა to be. Try to include მოიცვა, ანუ ისენიც ჩაწერო. ესენი მაგალითად ესე და golden rule ოქროს წესი I am-თან არის, I-სთან არის am, she-სთან და I-თან არის easy. You, we, they-სთან არის memorize this rule. დაიზეპირე ეს წესი, you will never make mistakes with the verb to be. და შენ არასდროს დაუშვებ შეცდომებს verb to be-სთან. If you would like to learn English for any purposes, თუ შენ გსურს ისწავლო ინგლისური ნებისმიერი მიზნისთვის, follow the channel. მიყევია args and instructions და მითითებებს given მოცემული in each lesson თითოეულ გაკვეთილში. See you next time. ნახავთ შემდეგში.